სპელეოლოგების აღმოჩენა პრომეთეს მღვიმეში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი წყალტუბოში მალე ტურისტებისთვის ბევრად მიმზიდველი გახდება. სპეციალისტებმა მღვიმეში ახალ განშტოებებს მიაგნეს, რომელთა შესწავლა უკვე დაიწყო. ახალი აღმოჩენის შედეგად მღვიმეს საფეხმავლო ბილიკები და სანაოსნო გზა დაემატება. ახალი საკვლევი მასალა და მიწისქვეშა და წყალქვეშა ექსპედიციები პრომეთეს მღვიმეში. ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. პრომეთეს მღვიმეში მოხვედრილები აუცილებლად პირველივე ნაბიჯიდან შეიგრძნობთ მისტიკას, რომელიც მღვიმეებს ყოველთვის თანსდევთ. ეს აურა ყოველ დარბაზში გაყვებათ. უფრო სწორად კი იქამდე, სადაც თვალსაჩინო მთავრდება. მრავალ საუკუნოვან მღვიმურ სისტემებში თითქოს დრო და განზომილება ირევა. მე ლატვიიდან ვარ, საქართველოში პირველად ჩამოვედი. თქვენი მხარე ულამაზესია. მინდა გამოვარჩიო პრომეთეს მღვიმე, საიდანაც დავიწყე მოგზაურობა. მღვიმე ძალიან მომეწონა, თუმცა ძნელია გადავუღო ფოტოები და აღბეჭდო ის სილამაზე, რაც აქ დამხვდა. წყალტუბოს პრომეთეს მღვიმეებში მეცნიერებმა დაახლოებით 9 კილომეტრის სიგრძის ახალი განშტოებები აღმოაჩინეს, რომლებიც მრავალი საუკუნის გაუმხელელ ისტორიას ინახავენ. მღვიმე, სადაც მრავლად არის სტალაქტიტები და სტალაგმიტები, რამდენიმე დარბაზად იყოფა. ეს უკვე მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რა სიგრძის საწყალოსნო მონაკვეთია, რა სიგანი აქვს, რა სიღრმე აქვს, ასევე ვიზუალური მხარეც და ეს არის შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტი. პრომეთეს მღვიმის ეს აღმოჩენა მეცნიერებისთვის ახალ საკვლევ მასალას წარმოადგენს. ქართველი და უცხოელი მღვიმთავები დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელშეწყობით მიწისქვეშა და წყალქვეშა ექსპედიციებს იწყებენ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრომეთეს მღვიმეში სანაოსნო მონაკვეთში სპელეო მღვიმთავებმა აღმოაჩინეს განშტოება, ეს არის დაახლოებით 450 მეტრი, რომელიც შედგება სიფონებისგან, შედგება წყლიანი დარბაზებისგან და შედგება ასევე მშრალი მონაკვეთებისგან. ეს მონაკვეთი პირდაპირ უერთდება აქამდე არსებულ საწყალოსნო მონაკვეთს, რომელიც პრომეთეს მღვიმეში იყო, მაგრამ უფრო მეტად არის დატვირთული ნაღვენთი ფორმებით, ბევრად უფრო ლამაზია, სივრცეებიც უფრო მეტია. პრომეთეს მღვიმეში 20-მდე დარბაზია აღმოჩენილი, მაგრამ ვიზიტორებისთვის მხოლოდ 6-ია კეთილმოწყობილი. ახლად აღმოჩენილი განშტოებებისკენ ტურისტულ მარშრუტებს კი უახლოეს პერიოდში გაიკვლევენ.